სალამი მეგობრებო. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად მესმის ფრაზები, რომ სიუს ვაგზავნი, არავინ არ მირეკავს, გასაუბრებაზეც კი არ მიბარებენ და მსგავსი რაღაცაები, ანუ უცხოებისგანაც, ახლობლებისგანაც. და მინდა რომ ამაზე რამდენიმე სიტყვით გითხრათ რა, რომ ეგ ნაწილობრივ თქვენი ბრალია, ნაწილობრივ კომპანიების ბრალია და უფრო მეტად ხელოვნური ინტელექტის ბრალია. იმიტომ რომ ადრე თუ გქონდათ იმის საშუალება, რომ სიუს გააგზავნიდი, რაღაცებს ჩაწერდი შიგნით, HR-ი გადახედავდა და ასე თუ ისე ნაწილს მაინც თუ დააკმაყოფილებდი, გასაუბრებას დაგიბარებდა. ეხლა ეგრე აღარ არის რა. აი მაგალითად ზოგ კომპანიაში რომ ხსნით, აი მაგალითად ჯობსჭირზე შედიხართ, ხსნით ვაკანსიას და გადაყავხართ ცალკე სხვა ლინკზე რა, რომელსაც ქვია Helio AI. ეგ არის ხელოვნური ინტელექტი რა. რეალურად სიუს რო აგზავნით, პირველი უგზავნით მაგას. ანუ მაგ Helio-ში აგზავნით. ეს Helio არის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც აქვს კითხვები შიგნით უკვე ჩაწერილი და თქვენი CV თუ პასუხობს კითხვებს, მაშინ მიაკ პირველ ადგილზე და ანუ უეჭველი ნახავს HR-ი. სხვა შემთხვევაში მიაკ მომლოდინე რეჟიმში, ან საერთოდ უარყოფს რა და საერთოდ ვერ მიაღწევს HR-ამდე. თუ მომლოდინეში გადავიდა, იმ შემთხვევაში ნახავს HR-ი თუ სხვა ერთ-ერთმა კანდიდატმა ვერ დააკმაყოფილა სიტუაცია და მაგ მხოლოდ მომლოდინეებში გადარჩა და ჩაიხედება მაინც და ნახავს. თუ საკმარისი რაოდენობა შეიკრიბა პირველ სიაში, რომელიც ყველა აკმაყოფილებს, ასე რომ ვთქვათ, მაშინ თქვენ შანსიც კი არ გაქვთ რა. ძირითადად მიუხედავად იმისა, რომ მეტი წილი ამბავი მოდის ხელოვნურ ინტელექტზე საწავო თქვენი CV, მაინც ჯობია რომ მოაწესრიგოთ თქვენი რეზიუმე და იყოს იმის შესაბამისი, სადაც აგზავნით სევს რა. ანუ თუ მაგალითად არის რაღაცა მენეჯერის ვაკანსია და შენი გამოცდილება კონსულტანტს ვერ ცდება, ანუ 90%-ია იმის, რომ ვერ მოხვდები მენეჯერის თანამდებობაზე. ნეპოტიზმი და შინაურობა თუ არა. ხო, ეგ ცალკე ამბავია კიდე. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ მოაწესრიგოთ რეზიუმეები და აღარ გიქნებათ მსგავსი პრობლემები, ასე რომ ვთქვით რა. მადლობა.